მოგვაქვს თქვენთვის პროფესიონალ და მოყვარულ მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც 19 ოქტომბერს ჩატარდება და თბილისი პირველად მასპინძლობს აღნიშნულ ფესტივალს. ფესტივალი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ტურნირს, სადაც საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საუკეთესო მოცეკვავები იასპარეზებენ საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის მოსაპოვებლად. სწორედ აღნიშნულ თემაზე ისაუბრებს ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, ფესტივალის ორგანიზატორი, პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი და მსოფლიო ცეკვის საბჭოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ქალბატონი ლიზი მორი. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად მიხარია რომ ჩვენთან ხართ, მიხარია რომ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე და ძალიან საინტერესო ფესტივალზე, ხო, რომელიც პირველად სტარტდება ჩვენს დედაქალაქში და მოგვიყევით ქალბატონი ლიზი აღნიშნული ფესტივალის შესახებ, მისი მიზანი, იდეა და ასე შემდეგ. გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ეს იდეა ძალიან დიდხანს არსებობდა. ბევრი წლები მზადდებოდა. ეს იყო ჩემი ოცნება და აი დღეს დადგა ესეთი დღე, რომ 19 ოქტომბერს ტარდება ეს ძალიან სოფლიოში ღია პროემ დენს ფესტივალი. ცეკვის ფესტივალი. ეს განსხვავებული ფესტივალია ყველა ფესტივალებისგან, ტურნირებისგან, რაც სოფლიოში ტარდება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახალი მიმდინარეობა, ეს არის პროემი, რომელიც გვინდა რომ დავნერგოთ საქართველოში. თუ რას ნიშნავს პროემ, ეს ნიშნავს პროფესიონალს და მოყვარულს, რომლებიც წყვილში ცეკვავენ. თქვენ ძალიან მოგიხდებათ შეფასება, თქვენ ისურვებ დაიწყოთ პროფესიონალთან ერთად ცეკვა და იმ დონეზე ვითარდება ეს პროემის მიმართულება, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას ტურნირებში მსოფლიოს მასშტაბით და მსოფლიო ჩემპიონატებიც ტარდება თვითონ ამ პროემის პროგრამით. ჩვენთან ჩამოდიან საუკეთესო წყვილები პროემის და ყველას გეპატიჟებით, აი მოდით ნახეთ რა უმაღლეს დონეს აღწევენ ეს წყვილები. შინაარსი ძალიან საინტერესოა, გარდა იმისა, რომ ზოგადად სანახაობრივად ძალიან საინტერესოა პროფესიონალი მოცეკვავების ყურება და სფერა. ამ შემთხვევაში შინაარსობრივად ძალიან საინტერესოა მოყვარულისა და პროფესიონალის ტანდემი. რატომ შეირჩა და როგორ მოხდა, რომ ჩვენს დედაქალაქში თბილისში ტარდება ეს კონკრეტული ფესტივალი? იცით რა, ეს იყო ჩემი ოცნება, როგორც თქვი. და ეს ოცნება სრულდება. რატომ საქართველოს, რატომ თბილისი? იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდი განაცხადი გავაკეთეთ სოფლიო ცეკვის საბჭოში ჩვენს ტურნირზე. ამას უყურებს მთელი მსოფლიო, როგორ ჩატარდება ეს ტურნირი და მომავალში როგორ დაიგეგმება და ექნება ტრადიციული მიდგომა ამ ფესტივალს. რადგან ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მოცეკვავეები საქართველოში, რომლებიც ძალიან დიდ მიღწევებს აღწევენ მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ეს აძლევს საქართველოს მოცეკვავეებს იმის უნარს, რომ ისინი უფრო მეტად განვითარდნენ. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია ჩვენ ყურადღების ცენტრში ვართ. აი ახლა გადის კადრები ჩვენი ერთ-ერთი ხო, ეს მერე მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეს არის დიდი სურპრიზი საქართველოსთვის. მოწვეული ყავს 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი ვიქტორ და სილვა, ლეგენდა ამ Exhibition შოუში. ეს არის განსაკუთრებული მიმდინარეობა ამ შოუს და ეს იქნება არაჩვეულებრივი სანახაობა და ყველას ვეპატიჟებით 19 ოქტომბერს საღამოს გალავახშამზე შერატონის მეტეხი პალაცის ბოლრუმ დარბაზში. ქალბატონ ლიზი, რამდენი ქვეყნიდან ველოდებით მონაწილეებს და თუ შეგვიძლია რომ თქვათ დავუშვათ რომელი ქვეყნები იქნება ეს? ჩვენ მოწვეული ყავს უმაღლესი კატეგორიის მსაჯები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ყავს იტალიიდან მსაჯი, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი, გერმანიიდან მსაჯი, რომელიც უმაღლესი პროფესიონალი არის და იმისი მსაჯობა ყველა ქვეყანისთვის დიდი პრესტიჟია და ჩვენთვისაც. აი ჩვენი პირადი კონტაქტებით, რადგან მე ძალიან ბევრს მსაჯობ მსოფლიოში და გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა, ყველანი დამთანხმდნენ, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან აზერბაიჯანიდან, სასონხეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენ ყავს საქართველოში
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები საქართველოს პროფესიულ მას რა ქვია ეროვნულ საბჭოს და ჩვენ ყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ასოციაციაში და ყველანი იღებენ მონაწილეობას აგრეთვე სტუდიები რომლებიც საქართველოს გარშემო არიან ისინიც ჩამოდიან და იღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში და ეს იქნება აი დღესასწაული ნამდვილად. ალბათ ფართო მასშტაბის ასპარეზი იხსნება ამ ფესტივალით ქართველი მოცეკვავეებისთვისაც. რა პერსპექტივებს თავაზობს საომარ პერსპექტივით ეს ფესტივალი და რა როლს შეიტანს მათ განვითარებაში? აი ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის რა თქმა უნდა წინსვლა, რომ პროფესიული დონე ყველა მოცეკვავების ამაღლდეს. ყოველი ესეთი დიდი ფესტივალი ეს არის დიდი განაცხადი, რომ ჩვენმა მოცეკვავეებმა მიაღწიონ იმ უმაღლეს პროფესიულ განვითარებას, რომ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. და როდესაც შენ ესეთი ფესტივალი გაქვს, ესეთი მაღალი კვალიფიკაციის მსაჯები ყავს, ჩვენმა ასოციაციამ დანერგა კიდე ახალი მიმდინარეობა, რომელიც ჯერ არ არის არ გაჟღერებულა, ეს არის American Smooth. აი ეს მიმდინარეობა ჩვენ ყავს უკვე ასოციაციაში პედაგოგი, რომელმაც გამოცდები ჩააბარა და ლიცენზია მიიღო ამ მიმართულებით და ზუსტად ეს ფესტივალი, აი თქვენ რომ მკითხეთ რომ რა ექნება, აი ჩამოდის ჩვენთან ამ American Smooth-ის უმაღლესი პროფესიონალი, რომელიც ატარებს სემინარს, როგორც ჩვენი საქართველოს მოცეკვავეებისთვის, მსაჯებისთვის, როგორ უნდა იმსაჯონ და როგორ უნდა განვითარდნენ აი ამ მიმართულებით. ქალბატონ ლიზი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი დონის და ესეთი კატეგორიის მსაჯების შეფასება უშუალოდ მონაწილეებისთვის და მოცეკვავეებისთვის. ხო, აი, რაზე გააკეთეთ აქცენტი, როდესაც ჟიურის არჩევდით და როგორ მოხდა ზოგადად მათი შერჩევა? იცით როგორ არის, ეს არის ჩემი პირადებით, პირადი კონტაქტებით, რატო რომ ეს არის ფესტივალი. ფესტივალს გახსნილი ფორმა აქვს. მსაჯებს, რა თქმა უნდა, მე ყველას ვიცნობ ინდივიდუალურად და სოფლიოც იცნობს. ამ მსაჯებს ვინ ჩვენთან ჩამოვიდნენ, ესე ძალიან ცნობადი სახეები არიან, ასე ვთქვათ და აი ესე შეირჩა. და 9-10 ქვეყანა ყავს ეს პროფესიული მსაჯები, რომლებიც შეაფასებენ ამ ტურნირს. წარმომიდგენია რამხელა პასუხისმგებლობას იგრძნობენ მოცეკვავეები და მონაწილეები, როდესაც ესეთი საერთაშორისო დონის მსაჯებთან მოუწევთ წარდგენა. ყველა მოცეკვავის მიზანი არის, რომ რაც შეიძლება კარგი ადგილი მოიპოვოს, ან პირველი ადგილი აიღოს ტურნირში და აი ეს კონკურსი აძლევს საშუალებას ნამდვილად განვითარების და ყველას ვეპატიჟებით 19 ოქტომბერს ჩვენ საღამოს გვექნება გალა ვახშამი და ძალიან ბევრი სურპრიზი და არაჩვეულებრივი გარემო და საღამო ელოდება ჩვენს მაყურებელს. და ბოლოს იმ მაყურებელს, რომელიც ახლა ტელეეკრანებთან სხედან და აქვთ мотиваცია იმის, რომ საომარ პერსპექტივით რაღაც პროფესიონალურ დონეს მიაღწიონ ამ სფეროში. რას ეტყოდით და რას ურჩევდით მათ? აი ვურჩევდი ყველას, რომ დაიწყონ ცეკვა პროემის მიმართულ სტუდიებს, სადაც არიან პროფესიული მოცეკვავეები და ნამდვილად თითქმის საქართველოს მასშტაბით დღეს ლათინოამერიკული ცეკვებმა ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს. ძალიან ბევრი პროფესიონალები არიან, როგორც ვაჟები, ახალგაზრდა, ისე ქალბატონებიც, მოცეკვავეები და დაიწყეთ ცეკვა და იყავით ბედნიერები. ყველას ვეპატიჟებით. არასდროს არ არის გვიან, ხო? ეს არის საინტერესო. შეიძლება დასრულ ასაკში აღიძრას სურვილი შენში და უკვე დასრულ ასაკში მიმართო. აი, იმდენად ეხლა ეს თქვენი კითხვა ეხმაურება ჩვენს მომავალს და ჩვენს პროექტს, აი, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ზუსტადაც ამაშია პროემის თავარი მიზანი. ჩვენი ქალბატონები რო დიდხანს ატარებენ დროს ტელევიზორთან, უყურებენ სერიალებს, რაღაცა ტანი ასაკში რო შედის, გესმის, ის კუნთი აღარ არის. უკვე სხვა იმაში განზომილებაში გადადიხარ და შენ როცა იწყებ ცეკვას ყველა ასაკში მობრძანდით 19 ოქტომბერს ჩვენ გალა ივენტზე და ნახავთ ეს ასაკოვანი ქალები, მამაკაცები, როგორც ცეკვავენ პროფესიონალებთან.
თავზე კიდევ არ არის. ნამდვილად არ არის. სტუდიიდან პირდაპირ გავეშუროთ. ნამდვილად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ესეთი ძალიან საინტერესო თემის გაჟღერებისთვის. იმედი მაქვს, რომ მართლაც мотиваცია იქნება ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან. მადლობა თქვენ და წარმატებები. წარმატებები.